უნდა გავხდე. დღეს საღამომდე მაინც ვერ გახდებოდა. ნუ წუწუნებ ხარ ყველა. კაი არა, გავალ და მოვალ. რაღაცებს ვიყიდი. ეხო წებეღო თავს ნუ გაიგიჟებ რა არის საჭირო სედიმეტი რაღაცეები. გეშინია. გურამ. ხომ არ გადაიფიქრე ბაბუ? არა, მეზარემა. იცი რა კაი კონცერტია, იცი რა კაი მომღერალია მოგეწონება. წინასწარ რა იცი როგორი კონცერტია? იქიც პარტალია. პირველად კი არ უსმენ, იცი რა კაი მომღერალია. არ მინდა. კარგი მაშინ. მარტო არ მოიწყენ? არა. აი, ჭკვიანად იყავით. თუ რამე დამირეკე, ტელეფონს არ გამურთო. კარგი? რა რამე? არაფერი, კაცო, ისე ვთქვი. მელანო, არ მოდიხარ? არა. არ მინდაო. ჩვენ არ გაძალებთ ბებო, როგორც გინდა. სახლში მინდა. ხო და დარჩი. მამა ჩემთან. ბებო, ეხლა ჩვენ გვეჩქარება. და რომ დაუბრუნდებით, ღამე ვილაპარაკოთ ამ თემაზე, კარგი? დღეს ნანა რატო გააგდე? რა ლაპარაკია ეხლა ეს? ვინ გააგდო, თვითონ წავიდე. არა, თვითონ არ წავიდე, შენ გავიდე. წამოდი რუსიკო, ვერ მოვასწრებთ. კაი ბებო, ჭკვიანა. თუ რომია დაგვირეკე, ხო? ხო. შოთა. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ გელოდებით. არ გახსოვს? მახსოვს, რა თქმა უნდა. აქედან ვერ შემოხვალ მაინც. ჩვენი კარიერი ქუჩის მხრიდან რომ მოული. ახლავე.
საამშვიდობის. გოდიშ ხელსარიელი რა? არა უშავს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი. გამარჯობა კიდე ერთხელ. ანუ თქვენ ერთად ცხოვრობთ ხო აქ? არა. თამუნა ცხოვრობს მარტო აქ. მე ვარ დროებით, რაღაც პრობლემა აქვს და. არა, არაფერი ისეთ მეგობრები ვართ უბრალოდ. შენ ხედა, მაბატე ხო შეიძლება შენობით მოგმართო. თქმა უნდა. ხედავ ხოლმე ველოსიპედით ხშირად. შენ უნდა ნახო როგორ ცურავს. კონიაკს ხოდალე. კი, ცოტას, მადლობა. კაი ქენი რომ მოხვედი. ზორი ძალიან დავიღალეთ, მუშაობთ და მუშაობთ. რა საქმიანობთ? ჩვენ ჟურნალისტები ვართ. მე ვარ ექიმი სასწრაფოს. ვაი, მე რაღაცა ცუდად ვარ ექიმო. ბაბა, ну, პრინციპში ყველაფერი წესრიგშია, ნუ ნერვიულობთ. მე საერთოდ არ ვაკეთებ მეცი. სასწრაფოს მანქანით რო არ მინახი ხარ არასდროს აქ. ხო, ну, მანქანებს არ დავყავართ სახში და ალბათ მაგითო. რა მე მეგონა რომ არ დავლიოთ? დავლიოს. გაგვიმარჯოს. ისე კაი არა ექიმობა. არავინ არ ყოლია ექიმი. არა. ყავდა ერთი დეგენერატი. ძალიან ცოტა ხნით. ხო, ну, ექიმები ძალიან ხოლმე დეგენერატები ხანდახან. ვაი, მე მაპატიეთ რაღაცა ცუდად გამომივიდა. მართლა. მელანა შენი შვილია, ხო? საიდან ცნობ? სკვერში შემხვდა იმ დღეს. კი. კაი სახელია მელანა. მიყვარს ეგეთი ძველებური სახელები. დედამ და არ ხო. ხო, თორე ამოვიდა ყელში ეს მარიამი და თამარი და ვაი, მე თამუნა მაპატიე. ძალიან არეული ვარ. ისე დაღლილი იქნებით, ხო? რთულია ალბათ. მთელი დღე. ორი გეობა? ხო. კი, საკმაოდ. და თქვენთან როგორ არის, ანუ ეთიკის პონჩი შეგიძლიათ პაციენტების ამბის მოყოლა? ну, წესით არა. ჩვენ არ მოგვიყვებით? აუ შევეცდები მაშინ რა. დღეს იყო ხო ეგეთი შემთხვევა. ერთმა ქალმა გამოგვიძახა და მივედით და აღმოჩნდა რომ კარადის ქვემოთ შეძრა კატა რომელიც ვერ გამოყავს და 1 საათი მართლა კი მე მომიწია 1 საათი წვალება იმ კატის გამოსახავად და ვერ ნუ არ მივთიერთია ცხოველებთან ასე აქტიურად დღემდე და ეს მომიწია მოკლედ ეგრე და ცოტა გამიჭირდა ხალხი შევეჩვი მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. The mobile phone you have called is either turned off or out of
აი აქ მოგაკითხოს კვირაში ერთხელ, უფრო ხშირად მაინც ვერ ნახულობ. არ გაჩერდება. ისე გაჩერდება როგორც დაგიბარებია. მელანო, რას აკეთება? გადასარევია. ბავშვი ამ ყველაფერს ისმენს და ისტრესება. დედა, რა გინდა? მე რა მინდა? არაფერი. მე რა უნდა მინდოდეს? ხოდა ნუ გარ მიმატებ, რა ისეთს დაგლეჯაზე მოქვს ნერვები. რატო მერე? ვინ გაძალებს, ვინ? რამდენჯერ უნდა გითხრა, გადმოდი ჩვენთან, მოკიდე ბავშვს ხელი და გადმოდი. არა, სანამ მამა შენმა ძალით არ ჩაქსვა მანქანაში, მანამდე ვერ გამოგაგლიჯეინე. ახლა ხო აქ ვარ. მადლობა ღმერთს, ხო აქ ხარ. ოღონდ შენი ამბავი რო ვიცი, ისევ დაუბრუნდები. არა, რატო ვიშლი ნერვებს არ ვიცი რა. მაინც არაფერი არ გესმის. ხო, არც მე არ ვიცი. რა არიცი? რა არიცი? ეხლა არ დამიწყო, იცოდე რა, რომ გიყვარს, თავს ვერ ანებებ. კარგი რა, ხო უნდა გაიზარდო, აღარ მოგბეზრდა ეს სისულელეები. აი რო გათხოვდი და გავარდი, მაშინ იყავი მოსაკლავი, იდიოტკა. ის გაეკიდე, ვის? ხო, გიყვარს. ოღონდ იმას არ უყვარხარ. უყვარ ვარ. ო, რაში გამოიხატება ერთი მითხარი ეს სიყვარული? გდიხარ შენ და შენი შვილი მთელი დღეები მარტო სახლში. დედა, შოთიკო მუშაობს და რა გააკეთოს? ой, დედა, მუშაობს არა. სამსახურად დაგიყენეს კიკნაძეებმა და ვერ ხვდები. შენ რა გინდა? რომ მთელი ცხოვრება აი ესე სახლში იჯდე და შენი დედამთილივით უხარკად დარჩე? მორჩა, შენ და ბავშვი გადმოდიხართ აქ, სანამ შემიძლია მოგხედავთ. დედა, რა, დედა? მელანო! მელანო! სად არის ბავშვი? მელანო! ბებო, სად ხარ? მელანო! მოდი ჩემამდე. რა გინდა დააგდეთი. როგორ შემაშინე აღარ გააკეთებ ხო? ბებო, то დაიმალე კარადაში. აღარ ქნაგრე კაი ბებო. ნუცა ერქვა. რა საშინელება. რა დაემართა? ელენე. არა უშავს, არა. უბედური შემთხვევა იყო, ნუ. ბოდიში. არა უშავს მართლა. ნუ ნახილ. და მელანო სად არის ახლა სახლშია? მელანო ახლა არის ბებიამისთან და ბაბუამისთან დროებით. კაია რო გეხმარებია. მეხმარებია, კი. შეღავათია და რთულია ახლა შენთვის მარტო ბავშვის გაზრდა და გოგოს. ხო, მართალია, ხა მე მარტო ვერ ვზრდი მიჭირს და ისე მეხმარებია. არაფერი, ნუ ხვალ წავალ და წამოვიყვანე იქნება. მე მეტი აღარ დამისხი, აი. მადლობა. გვიანია უკვე წავალ მეძე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ორივესი. ჩვენთვისაც. დიდი მადლობა და წავალ. გაგაცნო.
უი, მაგ ხარ და რა ვინერვიულე შულო, სადახარ რა. ტელეფონი მაინც ჩართებდა. შენ დალიე? გავლია. რა არ ვიფიქრე, შულო, მარინასაც დაურეკე და არაფერი არ იცოდი. მაგარი ხარ.